არს გადაცემას შეკითხვა მოძღვარს. თქვენ შეკითხვებს ვასწრებ მე მღვდელი ლეონ ალდაშვილი წმინდა მოწამეთა კვირიკედევლიტას ტაძრის მღვდელმსახური. თქვენი შეკითხვები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ჩვენ Facebook გვერდზე, ასევე დარეკოთ პირდაპირ ეთერში ეკრანზე მითითებულ ნომერზე. ესეთი შეკითხვა არის. დამლოცით მამაო, სტუდენტი ვარ ევროპაში საქართველოსგან შორს, თითქმის 2 წელია ვცხოვრობ გარემოში, რომელიც მისაღები არ არის ჩემთვის. ხშირად ვარდები ისეთ საშინელ სოდოში, როგორიცაა განკითხვა. ყოველდღიურად ვკითხულობ პირად ლოცვას ყავს მოძღვარი, რომელიც ამჟამად ათონის საავადმყოფოდ არ მაქვს საშუალება მასთან კონტაქტის. გთხოვთ დამლოცო და მირჩიეთ, როგორ ვიცხოვრო მართლმადიდებელმა არა ქრისტიანულ გარემოში. მერთმა დაგლოცოთ და გისურვებთ, რომ წარმატებული ყოფილიყოს თქვენი სწავლა და თქვენი განათლება, მოგეხმაროთ სამშობლოს კეთილდღეობისთვის, ღვთისადიდებლად. ეს ქრისტიანისთვის ადრე უცხო არ იყო ეს გარემო, იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაა დღეს რაღაცნაირად უცხო და უცხო მდგომარეობა, რომ რაღაც ისეთ საზოგადოებაში ხვდებით, რომელიც არ ცხოვრობს ქრისტიანულად და რაღაც ან წარმართულად და ძველი ქრისტიანები სულ ყოველთვის ამ გარემოში ცხოვრობდნენ და ამ გარემოში იყვნენ ადაპტირებული და ეს არ უშლიდა მათ ხელს, რომ ყოფილიყვნენ კარგი ქრისტიანები. და თანაც ეს უბრალოდ განაუცხო გარემო იყო, რაღაც მათ გიდებულებების შეუთავსებლობა იყო, არამედ ეს გარემო და ეს საზოგადოება მათ დევნიდა და ექცეოდა სასტიკად. და მიუხედავად ამისა, როცა იყო რამე განსაცდელი, აი მაგალითად ხშირად იყო რაღაც შავი ჭირი ვრცელდებოდა, რაღაც ისეთი ეპიდემიები და როცა ეს ავანტყოფებს ტოვებდნენ თავიანთი ახლობლები და გარკვეულ ზუსტად ის მათგან დევნილი და ჩაგრული ქრისტიანები ეხმარებოდნენ ხოლმე და რჩებოდნენ მათ მოსავლელად. ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ აპოლოგიები, სადაც წერია, რომ ეს ქრისტიანები გამოირჩეოდნენ სხვა მოქალაქეებისგან იმით, რომ იყვნენ კარგი მოქალაქეები, კანონმორჩილი მოქალაქეები, ისინი არ გამოირჩეოდნენ რამე რაღაც გარეგნული ფორმებით, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასე რომ ეს არ არის პრობლემა, არ უნდა დავიმძიმოთ გული ამ საზოგადოების განკითხვით. დღეს კვირის სახარებაში წავიკითხეთ საქე მეზვერეზე სახარებაში და აი ამ მაგალითზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ დამოკიდებულება უნდა გქონდეს ადამიანისადმი, რომელიც ჩვენი გადასახედიდან არ ცხოვრობს რაღაც ზნეობრივად, არ ცხოვრობს კარგად. მეზვერეები იყვნენ გამორჩეული იმით ებრაულ საზოგადოებაში, რომ ისინი ემსახურებოდნენ დამპყრობლებს, რომის იმპერიას დაპყრობილი ჰქონდა პალესტინა, ისრაელს აღარ ჰქონდა სახელმწიფოებრიობა და ეს ადამიანები ემსახურებოდნენ დამპყრობელს და ძალიან დიდ გადასახადებს ამათი მეშვეობით აგროვებდა რომის იმპერია და მნიშვნელოვანია ის კიდე, რომ იმის გარდა, რასაც ესენი იღებდნენ რომის იმპერიის სასარგებლოდ, კიდე ზედმეტსაც იღებდნენ თავის პირადი ინტერესისთვის და გასამდიდრებლად და რა თქმა უნდა, ახლა ამ მოხელეების ესეთ თავხედობაზე თვითონ სახელმწიფო იმპერია თვალს ხუჭავდა, იმიტომ რომ მათ აწყობდათ ესეთი მოხელეები, რომ პირველ რიგში რომ ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ, მეორე რიგში კიდე რომ უფრო წელში გაეწყვიტათ დაპყრობილი ხალხი და ესეთი ადამიანები წარმოიდგინეთ დამპყრობელს ემსახურება, საკუთარ ერის წინააღმდეგა, საკუთარ რელიგიას პატივს არ სცემს. აი ესეთი ადამიანები იყვნენ და როგორ ნეგატიურად იყო განწყობილი საზოგადოება მათ მიმართ. და ესეთ ადამიანთან მიდის სტუმრად უფალი. და როგორ იცვლება ის ადამიანი მერე?
იმას კი არა ომს რომ მე შევიცვლებდი ესე აღარ ვიცხოვრებ. თან იყო უბრალოდ მეზვერი კი არა, მეზვერების უფროსი. ამობს თუ ვინმე წილი დავსდე მივაგო 4 წელი, ანუ 4 მაგად გადავიხდი თუ რამე გამიფუჭებია. ანუ უბრალოდ კი ამობს რომ მე ამას აღარ გავაკეთებ, თუ ვინმე რამეს დაუშავე აუნაზღორებ. 4 მაგად შევიცვლები. 4 მაგად დაუბრუნებ თუ ვინმე რამე ვაზარალე, ანუ და აი ამ მაგალითით შეგვიძლია ვიმჯოლ და ამ მაგალითის გარდა კიდევ უამრავი მაგალითია წმინდა წერილში, ეკლესიის ისტორიაში, წმინდა ცხოვრებაში, რომ აი ესე უდიდეს სოდაში მცხოვრები ადამიანი ეს თავისი ცოდვები დამძიმებული და საზოგადოებისგან ესე ვთქვათ სტიგმატიზებული, რომ აი ეს ამისგან არაფერი არ გამოვა და ეს არც პატრიოტია, არც მორწმუნეა, არაფერი და ესეთი ადამიანები როგორ ხდებოდნენ და უშუალოდ დიდი წმინდანები და როგორ იცვლებოდნენ ეს ადამიანები და ასე რომ აი უწმინდეს ხშირად უყვარს ამის თქმა, რომ ადამიანს როცა უყურებთ ამ არსებული მდგომარეობით მარტო არ უნდა შევაფასოთ, უნდა ყოველთვის გავითვალისწინოთ, რომ მას აქვს წარსული და მას აქვს კიდევ მომავალი და ის როგორ ცხოვრობდა წარსულში და ის როგორ იქნება მომავალში, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია და ის პოტენცია რაც იმ ადამიანშია, როგორ შეიცვლება, საით შეიცვლება და თუ ჩვენ აი ესე შევხედავთ მას, აი ამ ჭრილში შევხედავთ და თანაგრძნობით და სიყვარულით შევხედავთ და გვეხსენებათ, რომ ქრისტე ყველასთვის ეცვა ჯვარს და ის დაუშვათ თავის ცხოვრების წესით შეიძლება ისე შეიცვალოს ესეთი ნაბიჯი გადადგას, რომ დაუშვათ ბევრად გადაგვისწროს რწმენაშიც დაუშვათ იგივე თუნდაც პატრიოტიზმშიც. აი ამ კუთხით თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ნაკლებად განვიკითხავთ ადამიანებს, რომლებიც ერთი შეხედვით ჩვენნაირები არ არიან და ჩვენგან განსხვავდებიან დაუშვათ რაღაცას ისე არ აკეთებენ, როგორც ჩვენ გვინდა. შემდეგი შეკითხვა ესეთი. ზარი არის პირდაპირ ეთერში, გისმენთ? მადლობა ქართულ არხს და მამაო თქვენ ისეთ სასწრაფოებაში ვარდები თქვენი მოსმენის შემდეგ იმედი მეცემა. ეხლა მე დირექტორ ბორჯომის ქუჩიდან იქ არის ტუბ დისპანსერი. იცით რა, ეხლა თავბატონმა დირექტორმა შეშა მოითხოვა. 3-4 წელიწადია ვითხოვთ უზარმაზარი ხის მოჭრას, რომელიც გვინგრევს 2 სახლს, 6 ნომერს, 8 ნომერს და კიდევ იქ სხვა ოჯახები ცხოვრობენ და იქნება ამ ქართული არხით, ეს ჩემი ქართული სიტყვა, მე გაიგოს იმათმა, ვისაც ეკუთვნის ხის მოჭრა და დაგვეხმაროთ. უღრმესი მადლობა მოსმენით. ეს რაუბანში ეს ბორჯომის ქუჩა? ხელს წაგვეკრათ ამ საქმეში. ძალიან დიდი მადლობა. ალბათო, ეს ბორჯომის ქუჩა რაუბანში არის? იქნება რაღაცა ან ტელეფონის ნომერი დაეტოვებინა რაღაც. მადლობა თბილი სიტყვებისთვის, ღმერთმა დაგლოცოთ და მოხარული ვართ, რომ თუ რამით ვინმეს შეგვიძლია ხოლმე დავეხმაროთ ან სიტყვით, ან საქმით. ყოველთვის შეგიძლიათ თქვენ გვერდით გვიგულოთ. ესეთი შეკითხვა შემდეგი. ნახევარი წელიწადია, რაც ეკლესიური ცხოვრება დავიწყე, რა მოუხერხო ჩემს მეუღლებს, რომელიც გამუდმებით სვავს ღვინოს. ისეთი ზოგადი ის არის შეკითხვა და რა თქმა უნდა პასუხიც ალბათ ზოგადი იქნება. ზარია პირდაპირ ეთერში, შემდეგ დაუბრუნდებით ამ შეკითხვას. ალო. დიახ. მამაო, ღმერთებარებოდეთ. მამაო, ერთი შეკითხვა მაქვს. დიახ. აი, ეკლესია წინასწარ მეტყველე ბაბას რო უარყოფს, ახლა მე უარყოფს ალბათ ასეა საჭირო, მაგრამ აზრი მაინტერესებს, თვითონ ქრისტეს მოსვლა ხო 1000 წლის წინ ნაცინასთან მეტყველები იყო. ახლა მე ხიბავები და კითხავებზე არა მაქვს საუბარი. აი წინასწარ მეტყველები დაუშვათ ნოსტრადამუსიც რო და არა ეს უკვე სხვა განწამოიყვანს ეს საუბარი. აი თვითონ ქრისტეს მოსვლა 1000 წლის წინასწარ ხო იყო ნაცინასთან მეტყველები და ხო ისე ახდა, ყველასთვის შეაგვიხდეს ჩვენ კათოლიკოს ყველაფერი როგორც ეს მოხდა და აი ეს აზრი მაინტერესებს, რამე იმასთან ხვალად ახლა მეცნიერება და რელიგია
შეიძლება სხვადასხვა იმაზეა, მაგრამ სადღაც ერთი რაღაც წარმოშობა აქვს ჩემი აზრით, რა თქმა უნდა და ძალიან ხო თუ შესაძლებელია რომ ცოტა ამიცნათ ეს. დიდი მადლობა წინასწარ. მადლობა ზარისთვის. ზოგადად რა თქმა უნდა ეკლესია წინასწარმეტყველებას არ უარყოფს და არის წინასწარმეტყველებები და წინასწარმეტყველნი, რომელიც ეკლესიისთვის მისაღებია წმინდა წერილშია შეტანილი მათი წინასწარმეტყველება და რა თქმა უნდა ამას არ უარყოფს და პირიქით მტკიცედ უყრია ეს სწავლება და მათი წინასწარმეტყველება, მაგრამ არის ასევე და იყო ცრუ წინასწარმეტყველები, რომლებიც იბრალებდნენ წინასწარმეტყველებას და რაღაც არასწორ აზრს ავრცელებდნენ, ასე ვთქვათ, ხალხში. იგივე ძველ აღთქმაშიც როცა იყო დაუშვათ წინასწარმეტყველი დანიელი თუნდაც ან ელია, ელისე, მაშინაც იყვნენ ეს ცრუ წინასწარმეტყველები და მაშინაც ის ძველი აღთქმის ეკლესიაც არ იღებდა მათგან ეს ამ მოწმობას ჭეშმარიტების შესახებ ახალ აღთქმაშიც გვხვდება მსგავსი შემთხვევები და არის ახალ აღთქმაშიც არის, მაგრამ თვითონ უფალი წინასწარმეტყველებს მაგალითად წინასწარმეტყველებს მეორედ მოსვლის ნიშნებს. ასევე იმას წინასწარმეტყველებს, რომ კონკრეტული დრო და თარიღი არავინ იცის ამისი და ასე შემდეგ უამრავი რამ არის ესეთი წინასწარმეტყველება, რომელიც ჩვენ დღესაც ეკლესიას მტკიცედ უყრია, იცავს და ამ სწავლებას ასწავლის ეკლესიაში და ეხლა რაც შეეხება ეხლა რაღაც ნოსტრადამუსა ეს ადამიანებს, რომლებიც საერთოდ საკამათო არის რომ რას ქადაგებდნენ, რა წარმომავლობის იყვნენ, რა სულისკვეთებით აკეთებდნენ ამას, ეს ცოტა ესეთი სხვა თემა, უკაცრავად ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში გისმენთ. გისმენთ. მაშინ დაუბრუნდები წინა მამაკაცის შეკითხვას რაღაც წესიურად ბოლომდე ვერ გავიგე რაღაც მეცნიერების და რელიგიის ურთიერთმიმართებაზე იყო საუბარი და რა თქმა უნდა მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და პირიქით ერთმანეთს ავსებს და როგორც მაგალითად ადამიანი შედგება სულისგან და ხორცისგან, მას ასევე ჭირდება როგორც სულიერი საზრდო, ასევე მატერიალური, ანუ მეცნიერული ცოდნაც და ეს მეცნიერული მიდგომაც და მეცნიერება რაც უფრო ვითარდება, უფრო ხელს უწყობს ნამდვილი რწმენის ჩამოყალიბებას და პირიქით მეცნიერების განვითარება ასევე ხელს უშლის სრულწმენების განვითარებას. აი მეხი გავარდება და ეს ღმერთის სხვა იყო და ეს რაღაცები ანუ სწორი მიდგომით მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს ავსებს და არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. და პირიქით აი ცრუ რწმენების აღმოფხრაში არის მნიშვნელოვანი სწორად განვითარებული რელიგიური ცოდნა. წინა შეკითხვას დაუბრუნდები, კვლავ პასუხი ვერ გავეცით ბოლომდე. ადამიანი წუხს რომ ისი მეუღლე სვავს, რა თქმა უნდა ეს სენი არის ძალიან რთულია ეხლა რაღაც მზა რეცეპტი თქვათ რომ რითი უნდა უშველოთ ამას, მაგრამ ზოგადად ერთი რაც ნამდვილია რომ ჩხუბით და ესეთი უპატივცემულო დამოკიდებულებით და კამათით რა თქმა უნდა ვერ გავალთ ფონს და პირიქით შეიძლება ამან უფრო უბიძგოს უფრო დალევისკენ და ალბათ ჩემი აზრით თუ გვინდა რომ ადამიანი გამოსწორდეს რაღაცა სენი დააძლიოს უნდა პირველ რიგში ჩვენში დავანახოთ საყრდენი და თანაგრძნობა უნდა დავანახოთ რომ იმასაც გაუშვდეთ ეს სურვილი და მონდომება რომ ეს რაღაცნაირად დაძლეული იქნას ესა თუ ის მავნე ჩვევა და სენი მერთმა დაგლოცოთ და გისურვებთ რომ წარმეტებით დაგეძლიოთ და შეგეძლიოთ უფალი. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში. ალო. გისმენთ.
გისმენთ ქალბატონო ილაპარაკეთ. საუბრობს თვითონ და როგორ მამაო დაგლოცეთ რა მამაო მერთმა დაგლოცოთ. არა არ გადის გისმენთ ქალბატონო. კარგით მადლობთ საუ ალო სამწუხაროდ გისმენთ ქალბატონო. ბატონო გისმენთ. მამაო მინდა რომ დამლოცოს და დაველაპარაკო და მერთმა დაგლოცოთ. სამწუხაროდ არ ესმოდა ალბათ ჩვენი ხმა. მამაო დაგლოცეთ რა მერთმა დაგლოცოთ ქალბატონო გისმენთ. ალო? დასვით შეკითხვა გისმენთ. არ შედგა სამწუხაროდ ზარი. კлау ზარია პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ქალბატონს მოусმინე, რომელსაც რაღაც პრობლემები ჰქონდა შეშასთან დაკავშირებით და თქვენ გაინტერესებდათ, რომელ უბანში იყო ბორჯომის ქუჩა. ბორჯომის ქუჩა არის პლეხანოვზე კინოსტუდიის მოპირდაპირე მხარეს ასასვლელი ქუჩა და ის არის. და ახლა ასეთი კითხვა მაქვს. აი, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს სარგებლით აძლევს ფულს, არის თუ არა ეს ცოდვა? ეს ამაში მდგომარეობს კითხვა. და რაღაც მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. აი თუ ხირას იხდის ადამიანი ბინაში და ეს არ არის ცოდვა. აი თუ ადამიანი ყიდულობს წამალს და შემომწანს რჩება ძალიან დიდი მოგება და ეს ქმედებები არ ითვლება მევახშეობად. აი ფულის თხოვება სხვისთვის მცირედი სარგებლით რატომ ითვლება მევახშეობად და თუ შეიძლება კიდევ ვიტყვი იმას რომ აი თქვენს არხზე პარასკევს მამაო იყო მამა გურა მოთხოზორია და მასთან დარეკა ერთ-ერთმა მამაკაცმა რომელმაც მევახშეობა ახსენა ძალიან აგრესიულად და მამა გურამმა ამ საკითხთან დაკავშირებით იცით აი თითი ზეცისკენ მიგვანიშნა და ბრძანა რომ ღმერთი მოსთხოვდა პასუხს მევახშეს და იცით ყველაზე მძიმე ის არის რომ აი ამ დროს ჩვენთან იმყოფებოდა დეიდა რომელიც 50 წლის გახლავთ და 40 წლის დაქვრივდა მოგეხსენებათ რა პერიოდი გამოიარა ჩვენმა მამა პაპამ რამხელა სიდუხჭირე 90-იანი წლები ფინანსური პრობლემები და იცით აი ვისაც დაიცალა საქართველო ფაქტიურად ადამიანებს სამსახური არ ქონდათ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ და ნუ ყველა ვისაც რა შეეძლო იმას აკეთებდა ხო მართალია და იცით რა და აი ამიტომ დეიდა ჩემმა გაყიდა ბინა რომ ერჩინა თავისი ოჯახი სხვა სახსარი მას არ გააჩნდა და ქირით ცხოვრობს ამჟამადაც ქირით ცხოვრობს და ეს თანხის გასესხება რომ ხდებოდა აი დაბრუნება იცით როგორ ხდებოდა ხშირ შემთხვევაში თანხა ეკარგებოდა იმიტომ რომ აი მესამეც უბრუნებდნენ ვერ იხდიდნენ და უბრუნებდნენ მესამეს და ფაქტიურად ძალიან ზარალდებოდა ეს ადამიანი ძალიან ბევრს ნერვიულობდა და აი იყო ესეთი შემთხვევა აი ვერაზე 200,000 თავის ბინაში აიღო ქალბატონმა 200,000 და მერე ეს ბინა დაკარგა იმიტომ რომ ვერ გადაიხადა და ამდენი ხალხი დააზარალა იცით რამდენად გაიყიდა მესამეც ფაში 85,000-ად გაიყიდა ეს ბინა და აი ეს ადამიანები რომელთაც გასესხებული ჰქონდათ თანხა ვერ დაკმაყოფილდნენ რა თქმა უნდა მესამედიც ვერ აიღეს და აი ასეთ ხალხს უწოდებენ ასეთებს უწოდებენ აქ გამდიდრებაზე არ არის ლაპარაკი აქ არის ლაპარაკი უბრალოდ არსებობაზე ნუ დეიდა ჩემის შემთხვევაში რასაკვირველია ასეა და აი რატომ ითვლება და იცით რა არის ეს ადამიანები მე მიდიან მოძღვრებთან და მათგან ღებულობენ იმ პასუხს რაც მათ აწყობთ იმიტომ რომ სვერპლად აჩვენებენ თავს ნუ ამის უნარი აქვთ
აი მამაკაციდან გამომდინარე რომელმაც ეთერში დარეკა, აი მსხვერპლად მოაჩვენა რომ ადამიანები ყველაფერს კარგავენ, საცხოვრებელს, ყველაფერს აბსოლუტურად, მაგრამ აი სხვას რომ აკარგვინებენ ბევრ ამას, ამაზე არ ფიქრობენ. და აი მაინტერესებს, მე თქვენი აზრიც მაინტერესებს, ეს სერიოზული საკითხია, მე ვფიქრობ და აი სერიოზულად განსახილველია ეს ყველაფერი, იცით, აი რამდენად გამართულია მორალურად აი ეს ყველაფერი, რომ სესხულობენ თანხას და გადახდა აღარ უნდათ. იცით, აი ხომ მე თქვენ გითხარით კონკრეტული შემთხვევა დეიდაჩემის მაგალითზე და თქვენ მიხვდებით აქ რა ხდება. აქ არ არის კიდევ იმეორებ გამდიდრებაზე ლაპარაკი. აქ არის აი გროშებზე, არსებობაზე. არიან ადამიანები, ინტელექტუალები, რომლებიც ვერ სწავლენ საზღვარგარეთ, ვერ იმუშავებენ ფიზიკურად, ვერ იმუშავებენ მუშებად და მათაც ხომ უნდათ არსებობა. აი ეს მაინტერესებს მამალ და თუ შეგიძლიათ, იქნებ აი ფრთულად ილაპარაკოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. მადლობა შეკითხვისთვის. რა ვიცი ახლა ამდენად ფრთულად ვილაპარაკებ, მაგრამ ალბათ უკეთესია ხოლმე ესეთი შეკითხვაზე რაღაც დიალოგის რეჟიმი, რომ იმიტომ რომ უფრო ამომწურავი იქნებოდა პასუხი. პირველ რიგში მინდოდა მე თქვა, რომ ზუსტად აი იქიდან მინდოდა დამეწყო იმას რომ თავი გავანებოთ, რომ დაუშვათ აი ცოდვა რატოა, დაუშვათ სად წერია ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პირველ რიგში პრაგმატულად რომ მიუდგეთ, ხო? ეს ადამიანები როცა ირჩევენ რომ შემოსავლის წყარო იყოს ეს. თავს ხო იგდებენ საფრთხეში, თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ ხშირად აი ესე რჩებიან ხოლმე ყველაფრის გარეშე, ხო? ვერ უხდის ეს ადამიანი. მოდი ეს ვთქვა, განა არ უხდის, ვერ უხდის. არა სტაბილური შემოსავლის წყარო, იმას თუ თავი დავანებოთ, რომ ეს სიტყვაზე რატოა ცოდვა, მაგაზეც ვისაუბროთ, მაგრამ ესეც ხო არის რომ თავის თავს როგორ ავნებს. ორი ვარიანტი აქვს, ან უნდა დაკარგოს ფული, ან უნდა დაკარგოს ადამიანობა, ხო? ყველაფერზე თვალი დახუჭოს და არ მაინტერესებს შენის გაგიყი, მაგრამ ამ შემთხვევაში რომ ყველაფერი რო გაუყიდო ხშირად იმ ადამიანს, ვისაც ფული ასხა, არაფერი არ მოეძებება, რომ იმ ნასესხები ფულის მიათედი მაინც დაუბრუნოს ხოლმე. ასე რომ პირველ რიგში ესეთი საქმიანობა, ვფიქრობ, მაინც და მაინც სტაბილური და მომგებიანი არ არის. ხა რაც შეეხება ცოდვას იყო ხოლმე ესეთი დიდი პროცენტით თანხის გასესხება და ეს რაღაც ერთეულები არ იყო რომ მეფეებს ედებოდათ ეს ვალები სახელმწიფოებს, არათუ კონკრეტულ პიროვნებებს და ღარიბდებოდნენ და მე მონობაში ვარდებოდნენ და აი ზუსტად აი ამ დიდი სარგებელით, აი ეს არადამიანური პროცენტით გასესხება ითვლებოდა არასწორად და თვითონ აი დამოკიდებულება იყო ისეთი რომ რაღაცა პერიოდის მერე, აი მაგალითად ებრაულ სამართალში იყო რომ ეს ჩამოეწერებოდათ ხოლმე და არის რომ პირიქით შემთხვევებით ვიცით რომ ადამიანი ძირი და 1000ჯერ აქ ამოღებული და მაინც კიდე პროცენტებს იღებს და მაინც თუ ვერ მიიღო და აი ყველაფერზე მზადაა რომ ვიღაცას რაღაცა გაუყიდოს. თუმცა თქვა ისიც არის ახლა ორივე შემთხვევა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ შევთანხმდეთ ეს არ არის რაღაცა სტაბილური შემოსავლის წყარო, იმას თავიდან თავის სულსაც იმძიმებს და ეს თვითონ ადამიანი ხდება ამას ამ ურთიერთობაში. ბოდიში მე გავაგზავნებ კიდე ამაზე პასუხს და ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში, გისმენთ? დამლოცოთ მამა. ერთმა დაგლოცოთ. გისმენთ? გისმენთ ხალბატონო. შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა? დამლოცეთ მამაო. ერთმა დაგლოცოთ. მამაო, ან თქვენ წაიკითხეთ, მოგწერათ ესეთმა ადამიანმა მეც ჩემმა ოჯახურმა ტრაგედიამ დამაკავშირა ეკლესიასთან და ძალიან დიდ შვებას ნახულობ და თითქმის მიმსუბუქებს იმ ჩემს საცოდაობას და გაჭირვებას, რაც გამემართა. ხო და მინდა ერთი ჩემი აზრი გაგიზიაროთ. მე ვიცი თქვენ მეტყვით, რომ არ შეიძლება არც ეკლესიის, არც მოძღვრის განკითხვა და უფალმა შემინდოს თუ რამეს ისიც ვამბობ. მე შემთხვევით მოვხვდი მეტეხის ტაძარში.
ძალიან სასიამოვნო წირვა მოვისმინე, მამა ტარიელიაო, მე არა ვარ იქაური მრევლი და ძალიან მესიამოვნა იქიდან აღთოვანებული წამოვედი. მეორეთაც მივედი მე იმ ტაძარში, მაგრამ იქ რაც ხდება, არ ვიცი ახლა ეს მე უნდა ვთქვა პირდაპირ ეთერში თუ არ უნდა ვთქვა, არ ვიცი, აი საოცრება ხდება. აი თანხის მოკრებასთან დაკავშირებით რა, ეს პირდაპირ ესე ხილულად, აი ესე თითქოს ძალიან უხერხემლო მდგომარეობაში ვარდები. მე მართლა ისე არ გამიგოთ, მაგრამ მე მირჩევნია გარეთ რო დგას ის გაჭირვებული ადამიანი, იმას დავეხმარო, ვიდრე იქ რო დგას უკაცრავად პოდნოსი და აი იქ რომ ჯვარს რო ვემთხვევი და რო გამოვივლი, მე რო იქ რო შესაწირავი უნდა დავდო. ეს აი მართლა აღმაშფოთა, მაპატიეთ მამაო და უფალმა არ ვიცი მე ამას ჩემს აღსარებაში ვიტყვი და ჩემს მოძღვარს ვთხოვ შენდობას. ესეთი რა, აი გამაოცდა კი არა, აი გაოგნებული ვარ, ესეთი რამე არც ერთ ეკლესიაში არც მინახავს, იმიტომ რომ ინტერესისთვის და აი ხანდახან არ არის ჩემს ეკლესიაში წასვლის დღე, ჩემი წასვლის დღე და მინდა სხვაგან შევიდე, სხვაგან მოვისმინო ის ლოცვები, ის წირვა. ხო და ესეთი რამე არსად არ მინახავს. მადლობ შეკითხვისთვის. ნუ ალბათ ეს თქვენთვის ეს იყო მოულოდნელი, რომ ესეთი რაღაცა ნახეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ტრადიცია, ესე ვთქვათ, ძველი არის და ძირითადად უფრო აი რუსულ ეკლესიებში შეიძლება შეხვდეთ ესეთ წესს და ის იქ რაღაც ჩვეულებრივად მიღებულია ჩვეულებრივი მსახურების ნაწილია და არავინ ამას არც უხერხულობს, არც თაკილობს და მაგრამ ჩვენთვის ეს რა შეიძლება რადგან რაღაც ცოტა უცხოა, ამიტომაც არ ამ დავუშვათ ამ წესმა, რომელიც დავუშვათ რუსულ ეკლესიებში ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა, ფესვი ვერ გაიდგა და ქართულ ეკლესიაში, ქართულ სამრევლოში ესეთ რაღაცას იშვიათად შეხვდები და ალბათ ამან გამოიწვია თქვენი ესეთი ესე ვთქვათ შეშფოთება, აღშფოთება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს იქ არ მოუგონიათ, ეს ძველი წესია, რომელიც არსებობს და რომელსაც იყენებენ ზოგიერთები. ხა ეს იგივეა, რომ დავუშვათ შესაწირი ყუთი დგას, ხო? შესაწირი ყუთი სხვა ვარ შეჩული, რატო არ იწოს ჩვენში ეს აღშფოთება? სხვა არავინ გვაძლევს, რომ აი ჩააგდეს შეწირი. ის არის შეგიძლია დადო, ხლა იქ არავინ არ აიძულებს, მე მგონი, რომ რაღაც კონკრეტული თანხა და აუცილებლად უნდა დადო. ეს არის ესეთი წესი, რომ დევს და ვისაც აქვს საშუალება და რაღაც სურვილი, იმას შეუძლია იქ შეწიროს იმ ფორმით, ეხლა რა ვიცი, სინზე დადებ თუ შესაწირი ყუთში ჩააგდებ, მე მგონი არა აქვს დიდი განსხვავება და რა ვიცი, აბა მე მგონი სწორად გავიგე თქვენ რაც გაწუხებდათ და რაც თქვენი შეკითხვის არსი და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის რაღაც ახალი და იქ რაღაც ესეთი სიახლეს არ შეხვედრიხართ. ზარია კლუბ პირდაპირ ეთერში. გაიდი შესამწუხაროდ. და ერთმა დაგულსოთ. გამარჯობა საღამოშია. მე მაინტერესებს იცით, აი ახლა თქვენ რო თქვით, რომ რუსულ ტაძრებშია, რუსულ ტაძრებში მე არასოდეს არ მინახია, იცით ესეთი სინზე აქ მე მაგასაც არ ვთატილობ. კი ბატონო, შესაძლებელია. მე მგონი ტელევიზორთან ხართ ახლო და ცოტა რომ ჩამოშორდეთ უფრო და რა შეეხება ეს? დიახ. რა შეეხება ეს? ხო, ეხლა ეს მე გეტყვით ეხლა რომ მაპატიეთ რომ თქვენს მაგივრად მე ვცებ აღუხს იმას გაირკვნა ხალხი გაირკვნა ესეთ ხედიან აღარ აძლევენ ფულს
სულ არ აინტერესებს გინდათ შეიძლება რომ მაგალითად არაფერს ხო პროცენტით ხო პროცენტის გარეშეც აღარ უნდა დაბრუნება რაც შეეხება კიდე ცეცხლებს მე ბანკში არ მუშაობ მაგრამ იღებენ უფლის საყიდლად უნდა გაირამატონ თავი განვადებით იპოთეკად როგორ შეიძლება ეს დიახ უნდა დაკარგონ დინა უნდა დაკარგონ ყველაფერი საშუალებას იზრიკინონ გარეთ ну რა ვიცი ხლა ეს ტრაგედია ადამიანისთვის ახლა და ესე ხელაღებით ვერ ვიტყვით რომ უკეთესი იქნება თუ უფრო ყაირათიანად ფულის ხარჯვას ვისწავლით საერთოდ ლაუზარი არის დიახ გისმენთ გისმენთ შეგიძლიათ ისაუბროთ დასვათ შეკითხვა მამაო დამლოცეთ ერთმა დაგლოცოს შეკითხვა მაქვს ასეთი დიახ რა ის ჯურისტერა ბავშვის მართლობა ან თუ არ დადგენილი საერთოდ არ არის დადგენილი რა თქმა უნდა არც ღირებულება არ აქვს და ვერ შეიძლება რომ კონდეს ამას ფასის დადება საეკლესიო სააბდელო წმინდა მსახურებაზე რა თქმა უნდა არ შეიძლება და ესეთი კონკრეტული ნიხრი და რაღაც ესეთი ფასები არ არსებობს რა თქმა უნდა ეკლესიაში დამლოცეთ მე თქო დაგლოცოს ასეთი შეკითხვა მაქვს უფლის ცნებები რომ გიყვარდეს ღმერთი მთელი არსებით და ადამიანი როგორც საკუთარი თავი როგორ შეიძლება რომ ეს ვისწავლოთ და ნუ რაში გამოიხატება შემდეგ როგორ შეგვიძლია ამას მივახციოთ მადლობა აი ხართ მადლობა შეკითხვისთვის ეს რა თქმა უნდა არ არის რაღაც ისეთი მომენტი რომ უცებ დღესაც გავიგვიძო და ესეთები ვიყოთ ესა ზუსტად ის შედეგი რომელიც გვინდა რომ მივიღოთ და ამიტომ ვცდილობთ ესე ყოველდღიურად პატარ-პატარა ნაბიჯებით რაღაცა უკეთესები გავხდეთ უფრო ადამიანურები უფრო ვისწავლოთ თანაგრძნობა სიყვარული დათმობა მოთმინება წესრიგი და უფალთან უფრო მივახლოვდეთ უფალს გულით და თვითონ ეს მდგომარეობა ეს ორი რომ უფლის სიყვარული და ადამიანის სიყვარული თუ აი წმინდა წერილში არის რაღაც როგორ ამბობ შენ რომ ღმერთი მიყვარს თუ არ გიყვარს მოყვას რომელიც შენ თვალით ხედავ როგორ გიყვარს ღმერთი რომელიც არ გიხილავს ასე რომ ესეც შეგვიძლია ვთქვათ რომ აი ზუსტად ეს უფლისკენ მიმავალი გზა უფლის სიყვარულისკენ მიმავალი გზა ზუსტად ადამიანზე გადის ადამიანის შეყვარებაზე გადის და აი ეს ერთობლივად ადამიანის სიყვარული და ღვთის სიყვარული ერთობლივად უნდა კონდეს და ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ იმ ჩვენ მოყვასეც რომ რაღაცა ის გულში მე ის უფლის სიყვარულიც მოვიპოვოთ და რაღაც გავიზარდოთ სულიერად. ლაუზარია პირდაპირ ეთერში. მამაო. ერთმა დაგლოცოთ. აი ქალმა რო თქვა რომ პოდნოსებით ფულებს აგროვებდნენ, მე საბერძნეთში ვიყავი 7 წელი. დიახ. ხო და იქ მეც გამიკვირდა, მაგრამ იქ არავის არ უკვირდა ასე პოდნოსებით აგროვებდნენ ფულს, მოწნული კალათები იყო იქ ეს ტრადიცია და მაგალითად მე აღარ მიკვირდა იქ ესეთი რამე და აკეთობა რო არ არის, იმიტომ უკვირთო რომ გასაკვირი მე მგონი არაფერი არ არის. ნუ არის, რა თქმა უნდა, არის ეს ხო, რა ვიცი, ხო რუსული ვთქვი, ხო რუსული იქნება ბერძნული, შეიძლება ბერძნებსაც აქვს და სერბებსაც, მაგრამ მე რუსულ ეკლესიაში მაქვს ნანახი და იმიტომ ვთქვი, რომ რუსული ვთქვი, ხო საბერძნეთში არ ყოფილა, აი იქაც ყოფილა თურმე ეს წესი და რუსულ ეკლესიაში დროცაა, როდის უნდა მოკლედ ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში და დიახ, ბრძანეთ, გისმენთ. შეიძლება? დიახ. ჰალო. გისმენთ, ბრძანეთ. ჰალო. გისმენთ, ქალბატონო, შეგიძლიათ ისაუბროთ?
შეიძლება თუ არა ერთმა კაცმა ამდენი 1000 მართლმა დიდებული წესით ამდენი 1000 კაცი ერთმა კაცმა რომ მონათლოს. ალბათ გულისხმობდა კითხვის ავტორი, რომ უწმინდესი ამდენ ადამიანს ნათლობს ალბათ. რა ვიცი, ეს ეკლესიისთვის უცხო არ ყოფილა ესეთი ნათლობები და ეხლა მოციქულები რო ჩადიოდნენ და წარმართებს აქრისტიანებდნენ, იქ არ იყო ესეთი ის, რომ თითო ადამიანს თითო ნათლული ყოლოდა. და ასე რომ ესეც არ არის რაღაც ისეთი უცხო და სიახლე. თვითონ ნათლის ინსტიტუტიც ასე ვთქვათ რაღაც დროის განმავლობაში ვითარდებოდა ისე როგორც გვაქვს ეხლა მიღებული ესე არ იყო ესე რაღაც ჩამოყალიბებული და მკაცრად განსაზღვრული წესები და საერთოდ წმინდა წერილში რაღაც მინიშნებასაც ვერ ნახავთ დაუშვათ ესე რამე შეზღუდვაზე რომ და რაღაც აი ნათლის ინსტიტუტზე ჩვენ წმინდა წერილიდან ვიცით რომ მოციქულები ჩადიოდნენ, ქადაგებდნენ, ნათლავდნენ ბევრ სიქარსა დარჩენს რომ ვინ ვისი ნათლია იყო, ვის რამდენის მონათლა შეეძლო. ასე რომ ესეთი რაღაცა ძალიან ისეთი თითიდან გამოწვეული პრობლემა არის და მე მგონი საკმაოდ გვაქვს ისეთ რაღაც საფიქრალი და პრობლემები გადასაწყვეტი და არა ასაჭირო რაღაც კიდე არ არსებული მოვიგონოთ საპრობლემოდ. შეკითხვა კვლავ პირდაპირ ეთერში. მე თქმა დაგლოცოთ. მშვიდობა მოგცეთ მამა. მამაო, კითხვა მაქვს ესეთი. ხშირად მიწერს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და ხშირად საუბრობ ქალწულობაზე, რომ უნდა შეინარჩუნონ ეს ტრადიცია და ეს ცოდვათ მედება, არავინ არ მეკითხება ალბათ, მაგრამ რომ საუბრობ ეს შეიძლება თუ არა? რა თქმა უნდა, ეხლა რაც მეც ვასწავლით და კარგს ვასწავლით ადამიანებს, მაგას რა ჯობია, რაც მეც ერთმანეთს სიკეთეს და კარგს ვასწავლით, მაგრამ თავარია რომ აი თქვენ ამ სწავლების დროს იყოთ უფრო ესეთი კომპეტენტური და დაჯერებული რომ რაღაცა დაუშვათ თქვენ დაუნებურად სიტყვაზე ესეთი რაღაცა არ თქვათ რომ ან თქვენ მსმენელს დაგაბნებთ და რაღაც ჩიხში შეგიყვანთ და თვითონ ის რომ რაღაც ადამიანს ასწავლო რა თქმა უნდა შესაძლებელია და კაი იქნება დაუშვათ თუ გყავთ მოძღვარი და მასაც შეუთანხმდებით რაღაც შეიძლება ლიტერატურაც გირჩიოთ რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო კომპეტენტური იყოს თქვენი აზრი და თქვენი პასუხები. ზარია კვლავ პირდაპირ ეთერში გისმენთ. ცითრა მაინტერესებს ეს აშიუტაჟივად ბოლოთაებია ეხლა კლასის ბავშვების სწავლებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივია საგანი რომ შემოდის მე არ გიყურებით შეიძლება ილაპარაკო მაინტერესებს საერთოდ ეკლესიის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ანუ საზოგადოება უნდა ახურგეს თუ არა ამ სწავლებას ღია მესამე კლასელი ბავშვების რაღაც ახალი საქმის მიმართულებით ვწევით ალბათ საზოგადოებას კი მივხვდი ახლა თქვენ ასე საუბრობთ ესე იგი ჩემი აზრი ახლა მე ამ საკითხში არა ვარ ჩახედული არც ეკლესიას არ აქვს თავისი აზრი ესე ღიად გამოხატული რომ ეს ეკლესიის აზრია და ეს ერთი რაღაც ვიცი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიასთან კომუნიკაცია აქვს სახელმწიფოს სამინისტროს და ვთქვათ ეკლესიასთან შეთანხმებით ხდება ამ პროგრამის დამუშავება. ეს ვიცი ჯერჯერობით ამ პროგრამის შემუშავების არ დასრულებულა, ასე ვთქვათ, საბოლოო სახი არ აქვს და მე ალბათ გამოჩნდება უკვე როგორი იქნება და მე შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ საბოლოო სახი რო ექნება რომ მოსაწონია თუ დასაწუნია და ჯერჯერობით ალბათ დაველოდოთ როგორ ჩამოყალიბდება და რა სახეს მიიღებს საბოლოოდ. ერთმა დაგლოცოთ. მამა მაინტერესებს პირველი ის რომ
ყველა ადამიანს ყავს თუ არა თავისი მფარველი ანგელოზი ხომ არის ნათქვამი რომ ყავს ეს უხეშად რომ თქვა პერსონალურად და მეორე კიდევ რა მაინტერესებს მამაო აი ვინც იცხოვრა კომუნისტურ ეპოქაში ასე ვთქვათ ამ 60 წლის განმავლობაში ხომ კარგად ვიცით ეს ათეიზმის ზეობის პერიოდი იყო და აი თვითონ ადამიანი თუ მართალი იყო სიკეთით ცხოვრობდა ეს რიტუალური ნაწილი ხომ ფაქტიურად იგნორირებული იყო ხომ ეკლესიაში სიარული აღსარებები და ეკლესიური ცხოვრება და აი ეს ადამიანები როგორ განისჯებიან ეს ხომ მათი ბრალი არ იყო რომ იმ პერიოდში დაიბადნენ და თავისი ცხოვრების გზით და თავისი კეთილი საქმეები თუ მათ ცოდვაში ეპყრობოდათ ის პერიოდი რომ ეკლესიისგან შორს იდგნენ რა თქმა უნდა ამ მაკრო გარემოს გამო და ამ გარემო პირობების გამო ხო რასაც ერქვა ასე თქვა საზოგადოებრივი წყობა აი ამაზე თუ გაგცემთ პასუხს დიდი მადლობა მადლობა შეკითხვისთვის და ბოლო შეკითხვა იყო დღეს უკვე ამ შეკითხვით ვამთავრებ ჩვენ გადაცემას რაც შეეხება მფარვალ ანგელოზს, რა თქმა უნდა, უფალი თავის მფარველობას არავის არ აკლებს არც ერთ ადამიანს, არც ერთ ერს და უფლის მფარველობა ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ თუ არ ვდგავართ, ყოველთვის უფლის მფარველობა არ გვაკლდება და მისი ეს სიმართლის მზე ყველას ერთნაირად ანათებს მიუხედავად იმისა, რა დაათბობს, მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაშია ის ამ წუთას და ზუსტად აი ესა ამას ესე შეიძლება ვთქვათ რომ ამას იღწვის ის ანგელოზი რომ დაუშვათ ეს წარემატოს ადამიანის სიკეთისკენ უფლისკენ რაც შეეხება იმ 70 წლიან ეპოქას რა თქმა უნდა იმ დროს ნეფსი თუ უნებლიეთ ვიღაცას შეგნებულად ვიღაცას საშუალება არ ჰქონდა მაგრამ ჩამოშორებული იყო ეკლესიისგან დაუშვათ აი შეიძლება გულთან დომოდა მაგრამ არ იყო ეკლესია გარშემო და მაგრამ იყო რა თქმა უნდა მორწმუნე, პატიოსანი, სიყვარულით აღსავსე მოყვასის მოყვარული და რა თქმა უნდა ეს ადამიანი უფალის შესაბამისად წარდგა უფლის წინაშე რომ ეხლა სადრო დღეს რო გაქვს შესაძლებლობა დაუშვათ რომ ილოცო იმარხულო ეზიარო უფალთან იყო და ამას არ აკეთებ ან ზერელით აკეთებ და სადრო იმ დროს გაკეთებული ღვთისმიერი საქმეები რომ და ის დაუშვათ თუნდაც ის მცირედი ლოცვა ან მარხო რომელიც დევნულებაში ხდებოდა ასე ვთქვათ და შეგვიძლია კონკრეტული მაგალითები მოვიყვანოთ პიროვნებების აი მაგალითად ამის წინ ერთი მოხუცებული თან ვიყავი სახში სტუმრად ვაზიარე საამლო ომის ვეტერანი იყო და აი პირველი გასროლე ბოლო გასვლა მთლიანი ომი დიდი საამლო მეორე მსოფლიო ომი იომა აქაც მერე შვიდობიანობის დროსაც სახელმწიფო სამსახურში იყო როგორც ომის ვეტერანი და აი ამ ადამიანმა მითხრა რომ არც ერთი დღეო ჩემ ცხოვრებაში ურწმუნო არ ყოფილვარ და ყოველთვისო მთელი ჩემი ცხოვრება მთელი ის ომის განმავლობაშიო ყოველთვის ღმერთის იმედით და ღმერთის სიყვარულით ვიყავიო და რა თქმა უნდა ეხლა ადამიანის გულს ხედავს უფალი პირველ რიგში და აი ზუსტად იმ გულით და იმ სინდისით განისჯებიან ის ადამიანების თავიანთი იმ სიყვარულის და რწმენის და იმედისგან გამომდინარე მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, დასმული შეკითხვებისთვის. ერთმა დაგლოცოთ და შვიდობიან კვირას გისურვებთ. ერთმა სიკეთე და წყალობა მოგცეთ. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია.